მივესალმებით დილა მშვიდობის კიდევ ერთხელ. დილა მშვიდობის, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თამეთანხმებით, რომ სამსახურის ძიებისა და პოვნის პროცესი საკმაოდ დიდი და შრომატევადია. 1000-ჯერ გადაკითხული CV გასაუბრებაზე მიმავალ გზაზე საკუთარ თავთან გამუდმებული დიალოგი ნეტავ რას მკითხავენ, როგორი პასუხი იქნება უკეთესი, საიდან ჯობია მოყოლა დავიწყო და ასე შემდეგ. ფიქრობ, რომ ყველაზე უცნაური კითხვისთვისაც კი ხარ მზად, მაგრამ ამ დროს ცნობილი კომპანია სრულიად განსხვავებულ მოთხოვნებს გიყენებს. დღეს თქვენი და ჩვენი მოყურებლის ყურადღებას წერთ ამ თემაზე შევაჩერებთ და მოგიყვებით თუ რა უშუალო შეკითხვებზე მოგიწევთ პასუხების გაცემა, თუ ისეთ ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ, როგორებიც Amazon, Google, Apple და Tesla არიან. თუმცა მანამდე მოკლედ მინდა გკითხოთ თქვენ, თუ გქონიათ რამე თქვა გასაუბრებაზე წარსულში ისეთ შემთხვევაში, ძალიან უცნაური რა მოგკითხავთ თქვენთვის, თუ ყოფილა ასეთ შემთხვევა რა თქმა უნდა. ვერ ვიხსენებ, რა ვიცი, არ მახსენდება ჩემი გასაუბრება. პროფესიები ისეთ გასაუბრებას ალბათ არ მოითხოვს, როგორც ესეთ ან რამე ისეთი. თქვენ რა კასტინგებზე ვყოფილვარ, ბინი, მაგრამ გასაუბრებებზე არა, თუნდაც კასტინგებით დროს ყოფილა რამე უცნაური შეკითხვით გადმოსულა თქვენთან, არა. კარგი. ვერ ვიხსენებ, ვერაფერს უნდა გვას. კარგით, ახლა მე მოგიყვებით. ასე ჯობია. აბამით. მაგალითად, იცოდით რომ Amazon-ის დამფუძნებელი Jeff Bezos-ი გასაუბრებაზე მისულ კანდიდატებს ხშირად უსვამდა ასეთ შეკითხვას, გრძნობდნენ თუ არა ისინი თავს იღბლიან ადამიანებად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Bezos-ი ამ ერთი შეხედვით უჩვეულო კითხვას იმ ადამიანების საპოვნელად იყენებდა, რომელთაც ოპტიმიზმი, წარმატების გესწრაფვა და თავმდაბლობა ახასიათებდათ. ამ კითხვაზე არსებობდა ერთი სწორი და ორი არასწორი პასუხი, რომლის შემდეგ Bezos-ი კანდიდატის ბედს წყვეტდა. მაგალითად, ახლა ვნახოთ სწორი პასუხი. თუ წარმატებული ოპტიმისტი და თავმდაბალი ლიდერი ხართ, დასმულ შეკითხვაზე გაცემული სწორი პასუხი ასეთი უნდა ყოფილიყო. დიახ, მე დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, ბევრი ვიმუშავე რომ კარიერაში ამ წერტილამდე მიმეღწია, თუმცა ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ზოგიერთი მოვლენა სწორ დროს მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, იღბალი სრულად გამოვიყენე. ეს იყო სწორი პასუხი. კი ბატონო. ახლა რაც შეეხება არასწორ პასუხებს. პირველი არასწორი პასუხი ასე გამოიყურებოდა. არა, მე არასდროს მიგრძნია თავი იღბლიანად, მაგრამ შევძელი ყველა იმ სირთულით გადალახვა, რაც ცხოვრების გზაზე შემხვდა. ეს იყო პირველი არასწორი პასუხი. თუმცა არ თვლიდა ის და მეორე არასწორი პასუხი ასეთი იყო, არა მე არასდროს მჭირდებოდა იღბალი, რადგან მე ყველაზე უკეთესი ჭკვიანი ან ძლიერი ვარ. ესეც კარგი პასუხია. ორივეჯერ მოხდა თვალში არა. არათი დაწყება. არათი დაწყება, სწორია. დიეტა ცოლსაცე შეკითხვები დაუსვა მომავალს. ასევე როგორც უცხოური მედია წერს, Amazon-ში გასაუბრებაზე მისულ ადამიანებთან ხშირად შედიოდა კომპანიის თანამშრომელი და მათ ასეთ რამეს ეუბნებოდა. ახლა რომ Jeff Bezos-ი შემოვიდეს და გითხრას, რომ $1 მილიონ გაძლევს, რათა შენი ბიზნესი იდეა რეალობად აქციო, რაში ჩადებდი ინვესტიციას. ასეთი უცნაური შეკითხვებს უსვამდნენ ხოლმე, მოკლედ ალბათ შეკითხვა დაიბადა, ხო, რატომ იყენებენ ამ ყველაფერს და Amazon-ში აცხადებენ, რომ ასეთი უჩვეულო, ასე ვთქვათ, მიდგომა სტანდარტულ შეკითხვებზე უკეთესად ამჟღავნებს კანდიდატის კრეატიულობას და უგეგმო სიტუაციებთან გამკვლევების უნარსა და ანალიტიკურ აზროვნებას. როგორც ასე ვთქვათ, Amazon-ის გუნდის წევრები ამბობენ, ხშირად ეს გასაუბრება გრძელდებოდა ხოლმე რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაშიც კი. გადავიდეთ Google-ზე, რომელსაც ასევე ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს ამ კუთხით, ტექნოლოგიური კომპანია გასაუბრებაზე ხშირად მიუძღვნის ეგრეთ წოდებულ ქცევით ინტერვიუებს. ეს არის სტრუქტურირებული მიდგომა, რომლის დროსაც ინტერვიუერი კანდიდატს კითხვებს წარსული გამოცდილების შესახებ უსვამს, რადგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მისი სავარაუდო სამომავლო მოქმედებები განსაზღვროს და წარმოდგენა შეექმნა ამ ყველაფერზე. ასე რომ თუ თქვენი კარიერის დაკავშირებას Google-თან გადაწყვეტთ, მზად იყავით ისეთი შეკითხვებისთვის, როგორებიც არის. გაიხსენე კონფლიქტური სიტუაცია ან გამოწვევა, რომელიც ძველ სამსახურში გქონდა. როგორ გავუმკლავდი მას? მომიყევი იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც გუნდს შენი დახმარება დასჭირდა. რა გააკეთე მათთვის? რა არის შენი ყველაზე დიდი სისუსტე? როდის დაუშვი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში და როგორ გამოასწორე ის? ასევე გაიხსენე სიტუაცია, სადაც მოვლენის პოტენციური რისკები წინასწარ გაანალიზე, რა პრევენციული ზომები მიიღე მის შესაჩერებლად. ქცევითი ინტერვიუთი Google-ი ცდილობს დაადგინოს, თუ რამდენად არგუმენტირებულად იღებს ის კონკრეტული კანდიდატი გადაწყვეტილებებს, როგორ რეაგირებს სტრესზე, როგორ უმკლავდება რთულ სიტუაციებს. ასევე ამოწმებენ ისეთ უნარჩვევებს, როგორებიც არის გუნდური თანამშრომლობა, ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტურ სიტუაციებში მოქცევა, პასუხისმგებლობა, ლიდერული მიდგომა, რისკზე წასვლა.
სწრაფი რეაგირება შეცდომებზე და ასე შემდეგ. სპეციალისტები სხვა შორის ქცევით ინტერვიუს კითხვებზე პასუხების გაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც გასცემენ და გურჩევენ რომ გავიყენოთ ასეთ დროს ეგრეთ წოდებული STAR მეთოდი, რომელიც სიტყვასიტყვით იშიფრება ასე არის სიტუაცია, დავალება, მოქმედება და შედეგი. ამიტომ როდესაც კითხვას წარსული გამოცდილების შესახებ დაგისვავენ, ძალიან კარგი იქნება პირველ რიგში კონცენტრირდეთ, მოკლედ და აღწეროთ სიტუაცია, შემდეგ გადადით თუ რა ამოცანის წინაშე დადაგით, რა მოიმოქმედეთ და რა შედეგი მიიღეთ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეცადოთ რომ თითოეულ მათგანზე პასუხი 2 წუთზე ნაკლებ დროში ჩაატიროთ, რათა სხარტად ასევე მინდა გითხრათ რომ არ გაგეკორდათ თუ Google-ის გუნდი ისეთ აბსურდულ და უცნაურ შეკითხვებს დაგისვას, როგორებიცაა რამდენი ძროხაა კანადაში მაგალითად, რამდენი გოლფის ბურთის მოთავსება შეიძლება სკოლის ავტობუსში, რამდენი მონეტა დაგჭირდებათ რომ Empire State Building-ის სიმაღლეს მიაღწიოთ და ასე შემდეგ მოკლედ. როგორც კომპანია Google-ში აცხადებენ, ამგვარი კითხვების მიზანი არ არის სწორი პასუხების მიღება, არამედ ისინი მათ აინტერესებთ კანდიდატის ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა ასეთ დროს. ანუ როგორ პასუხს გაცემენ. თავს როგორ გამოიძვრნენ ასეთი სიტუაციიდან. თითქოს უაზრო უხერხული კითხვის. კი ბატონო. ასევე მზად უნდა იყოთ დავალებებისთვისაც, მაგალითად წლების წინ Google-ში გასაუბრებაზე მისულ კანდიდატებს ასეთი დავალება დახვდათ. გახსოვთ ეს დავალება ანონსში თქვით უკვე და გაუმეოროთ ჩვენს მაყურებელსაც. უნდა დაამტკიცოთ, რომ ბობს აქვს თქვენი ტელეფონის ნომერი. უბრალოდ ბობთან პირდაპირ კომუნიკაცია არ შეგიძლიათ. ამისთვის არსებობს ივი შუამავალი, რომელსაც უნდა დაუწეროთ კითხვები, მისცეთ, ივი მიუტანს ბობს, ბობი დაგეწერთ პასუხებს და ასე უნდა დაამტკიცოთ მიღებული პასუხებით, რომ ნამდვილად იცით ბობის ტელეფონის ნომერი. რა შეკითხვას დაუსვავდით ბობს? რამდენი ხანი უნდა გელოდო? არ ვიცი. დარეკე შენ გენაცვალე გადმორე. ბობი ვინ იყო? ნინი? ზოგადად ასეთი ბობი ივია შუამავალი, ივი თუნდა ბავშვ პრობლემა აქვს დამირეკ. მართლა? სწორია. ყველაზე კარგი პასუხი არის რომ ვთხოვოთ ბობს დაგვირეკოს. ამ შემთხვევაში პასუხი Can you call me ინგლისურად შეგიძლიათ დამირეკო? ასე რომ წარმატებით. ამდენი ხანი რო იცახდი დამირეკე, დამირეკე. ბობის გარეშე რო ამბობდი. ეს სხვა ინტუიცია. მე კიდე წავედი რომ ბობ მე თქვენი პირადი ბანკიერი გვაქვს, ვარ პრობლემა გვაქვს თქვენს თანხებთან დაკავშირებით და დამირეკეთ. ესე ვეტყოდი რომ ინტერესი გამომეწვია. თქვენ აუცილებლად იპოვნით ჩემს ნომერს და ივს ესე ჩავაწერდი. სხვადასხვა ეს შეკითხვა ძალიან აბნევია. ბობ დამირეკე. გასაუბრებაზე მისულ ადამიანებს, თუმცა ძალიან მარტივად. დამირეკეთ. ხო დაგირეკა რამდენი ხანია. უცხოური მედიის ცნობით გასაუბრების დროს უცნაურ მეთოდებს ხშირად მიმართავდა Apple-ის თანადამფუძნებელი Steve Jobs-ი. მისი მიდგომები საკმაოდ განსხვავებული იყო, იმიტომ რომ შეკითხვებს არ სვამდა, უბრალოდ მიყვდა ადამიანები ლუდის დასალევად, იმიტომ რომ სჯეროდა ამ ხრივ სხვა შორის ლუდის ტესტსაც უწოდებენ ხოლმე და ღმას სჯეროდა რომ ადამიანის უკეთ გასაცნობად საუკეთესო საშუალება იყო რომ ის მოეშორებინა სამუშაო გარემოს და ამიტომ ის კანდიდატებთან ერთად გარეთ ხშირად სეირნობდა ხოლმე, ლუცვავდა და ამ დროს დასმული შეკითხვები ძალიან უბრალო იყო მართლა და აი რა საქმიანობდი, გასულ ზაფხულს და ასე შემდეგ და როგორც ამბობდა Steve Jobs-ი, მას არ უნდოდა სამსახურში ისეთი ადამიანები, რომელთანაც თავისუფალ დროს არ ესიამოვნებოდა ჰაერზე გასეირნება ან დროის გატარება. გადავიდეთ Tesla-ზეც. აი მოკეები ადამიანები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს Elon Musk-ს არ აინტერესებს რა განათლება გაქვთ მიღებული ან რომელი პრესტიჟული სწავლებელი გაქვთ დამთავრებული. მასკისთვის ეს ყველაფერი იმდენად უმნიშვნელოა, რომ სამსახურში მაშინაც შეიძლება აგიყვანოს თუ დიპლომი საერთოდ არ გაქვთ. სამაგეროთ არ უნდა ჩაიჭრათ იმ დავალებებში, რომელსაც ის მოგცემთ. როგორც მასკი ამბობს, ის კანდიდატებს ხშირად სთხოვს გაიხსენონ ყველაზე რთული გამოწვევა ან მოვლენა, რომლის წინაშეც დადგნენ. შემდეგ კი მათ ძალიან დეტალურ შეკითხვებს უსვამს და როგორც 2017 წელს ინტერვიუში განაცხადა, ეს ტესტი მატყუარების გამოსავლენად არისო კარგი საშუალება, იმიტომ რომ მოვლენის დეტალურად გახსენებას მხოლოდ და მხოლოდ შეძლებს ის ადამიანი, რომელსაც ეს მოვლენა, ასე ვთქვათ, ნამდვილად გადახდა. მას გამოცანებიც უყვარს და ერთ-ერთ მათგანს მოგიყვებით, რომელიც გავრცელა CNBC News-მა, ის არის შემდეგნაირი. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის ზედაპირზე დგახართ. შემდეგ 1 მილი ჯერ სამხრეთით, მერე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთით გაიარეთ. უკვე დავიღუპე. ბოლოს კი იმ ადგილას დაბრუნდით, საიდანაც დაიწყეთ. ანუ სად ხართ? ჩახლართული არის.
დედამიწის ზედაპირზე. თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო პასუხად ითვლება კიდე ჩრდილოეთ პოლუსი, იმიტომ რომ როდესაც ვარ ჩრდილოეთ პოლუსთან, ასე ვთქვათ, აი ამ 1 მილს გავივლით აი ამ მიმართულებით, ისე ვბრუნდებით, ნუ ერთადერთი ადგილია, სადაც ეს ხდება. თუმცა ეგ არის ხოლმე, რომ ძალიან ჩახლართულად ფიქრობენ, თუმცა პასუხები არის ყოველთვის ძალიან მარტივი. ისინი დასაქმდი ყველგან დასაქმდა ნამდვილად. რომელსაც ნინი ახსენებდა. Apple-ი გინდა, Google-ი გინდა, აქ მეორე საკითხი, ნახე, მე ხლა არ ვნერვიულობ, არ ვღილავ ელინი როცა არის სტუდიაში, ამიტომ რაც მომდის მარტივად თავში, იმას პასუხობ, ნახე. სხვათა შორის კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მინდა გავუზიარო ჩვენს მოყურებელს, ეს უკვე ეხება ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Dell-ს, რომელიც სხვათა შორის კანდიდატებს ეკითხებათ ხოლმე ასე ძალიან უსაურ შეკითხვას, რომ დაასახელონ სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად აღწერს მათ სამუშაო ეთიკას. Dell-ს და აბადელი Dell და რო დაუმღერო იქვე. აბადელი Dell-ს ასევე, როდესაც ვთქვათ, აი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მიდიან ხოლმე გასაუბრებაზე ადამიანები, ასეთ შეკითხვებს ახვედრებენ ხოლმე, რომ აი მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ მოგივიდათ 2000 ახალი იმეილი დილით და მხოლოდ დრო გაძლევს იმის საშუალებას, რომ 200 მეილს უპასუხოთ. როგორ დაალაგებდით პრიორიტეტებს და ვის უპასუხებდით პირველად? ეს არის ხოლმე ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომელსაც უწევს ხოლმე ასეთი საქმიანობა, რომ გაიგონ როგორ, ასე ვთქვათ, დროის მენეჯმენტი როგორ აქვს ამ ადამიანს. აქვე გამოცნობანაც უნდა მოვასწრო აუცილებლად ეს შენ დასაქმება ახლა მე მინდა მაქვს მე მოკლედ ახლა მე მინდა ცნობილების ყველამ კარგად ვიცით ახლა ვინ რა საქმიანობს, თუმცა მოდით გავხსენოთ საიდან დაიწყეს ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი და დავსვათ პირველი შეკითხვა. სად მუშაობდა თქვენი აზრით ვუპი გოლდბერგი მანამდე სანამ ცნობილი ტელეწამყვანი გახდებოდა? გვაქვს სავარაუდო პასუხები დამკრძალო ბიუროში, სილამაზის სალონში, იურიდიულ ფირმაში თუ სკოლაში. დამკრძალო ბიუროში, არ ვიცი, ესე მეც ეს სწორია, ძალიან კარგად მივდივართ. მეორე შეკითხვაზე გადავიდეთ, აბა მეგან მარკლის პირველი პროფესია მინდა რომ გაიხსენოთ. ეს იყო ფსიქოლოგი, მასაჟისტი, კალიგრაფი თუ იურისტი თქვენი აზრით? რატომღაც ან მასაჟისტი, ან იურისტი, მაგრამ ალბათ უფრო მასაჟისტი. აქ გეტყვით რომ ის იყო კალიგრაფი. თავდაპირველად ამის დაიწყო რა კაბა და რა ისა. დარჩენილი იყო. მადონაზეც მინდა რომ გადავიდეთ. აბა მუშაობდა მადონა მანამდე სანამ მას მსოფლიო გაიცნობდა სასტუმროში, სტრაფიკოების ობიექტში, სამშენებლო კომპანიაში თუ რესტორანში. რესტორანში ჩემი სტრაფიკოება იქნება ჩემი რადგან დაწინაურდა აჯიკო. ვაუ, დღეს სამუშაოს პირველ დღეს ყავა გადაისხა, ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მოკლედ. ბიონსეც რა თქმა უნდა რა საქმიანობდა, აბა ბიონსე სანამ ცნობილი მომღერალი გახდებოდა. სტატიებს წერდა, ყვავილებს ყიდდა, მაღაზიის კონსულტანტი იყო თუ სილამაზის სალონებს ალაგებდა. მოდი იყოს დე. მე კონსულტანტს ვიტყვი. ან გე. სილამაზის სალონებს ალაგებდა. ჩემი გოგო. All the single ladies, all the single ladies. Tom Cruise. თავდაპირველად ვინ იყო თქვენი აზრით Tom Cruise? შეფმზარეული, დამლაგებელი, დურგალი თუ პილოტი? დამლაგებელი. აი მე სადა ვარ? Tom Cruise შევზარებული დამლაგებელი. ტომი ალაგებდა, თუ ბიონსე ალაგებდა, ტომი ვერ დაალაგებდა. მოდი დურგალი იყოს ჩემი. სწორი პასუხი ვნახოთ, ეს არის დამლაგებელი. ნამდვილად ორივე მშვენივრად დაალაგა. სად მუშაობდა ჯენიფერ ლოპესი მანამდე სანამ მას მსოფლიო გაიცნობდა? იურიდიულ ფირმაში, ზოოპარკში, საბროკერო კომპანიაში თუ ბანკში? აბა, ჯენიფერ ლოპესი. რატო იმუშაობდა? არც იურიდიულ. მოდი ჩემი იყო საბროკერო. საბროკერო, სიკაშენ. ცოტა ხანი. ბანკში ვერ ცოტა ხანი ზოოპარკში მე საბროკერო, არა, ზოოპარკში არ ამგონია. განკურნებად და იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. ის სხვათა შორის საკმაოდ აქვს იურისტის გამოცდილება და მედია წერს რომ კიმ კარდაშიანი ხო ცდილობს ახლა რომ აი მაგას ვენაცვალე ხოლმე ხშირად ჯეილოს რომ დაეხმაროს მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით არ გამოსდის არაფერი და საქმიანობდა ჯენიფერ გარნერი თავდაპირველად აბა ვეტერინარი იყო მძღოლი იყო ძიძად მუშაობდა თუ ნაყინს ყიდდა ნაყინს საინტერესო პასუხია მე ვეტერინარს გავაკეთებ ძიძად მუშაობდა აჰა ძიძად მუშაობდა ძიძად დაიწყო კი ბატონო ჯონი დეპიც ნახოთ აბა ასაკეთებდა შებზარეული ჯონი დელფინარიუმი ჯონი შებზარეული იყო ანიმატორი იყო ტელემარკეტერი იყო და კალმებს ყიდდა ანიმატორი მგონია მოდი სხვა პასუხი ტელემარკეტერი უფრო საინტერესო იქნებოდა ასე ტელემარკეტერი იყო და კალმებს ყიდდა მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში ქონდა ანიმატორის გამოცდილება
თავდაპირველად მაინც ხასიათიდან გამომდინარე ამ ორ საქმიანობას. ჩენინგ ტატუმიც მინდა რომ ვნახოთ პირველი პროფესიით. ის იყო ძელზე მოცეკვავე, ჟურნალისტი იყო, ბარმენი იყო თუ ბორდგამცირებელი. გაუშვი ძელზე მე ჩენი აუცილებლად კი, ძელზე ეგ ვიცი. სწორი ეგ ვიცი პასუხია. რომ ძელზე მოცეკვავე იყო. მოკლედ ასე დაიწყეს იმ ადამიანს. ვასწრებთ მეათე შეკითხვას, ვასწრებთო, რა პროფესიის იყო სანდრა ბულოკი მანამდე სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა? ფლორისტი, ბარმენი, ექიმი თუ ვეტერინარი? ბოლო შეკითხვა. აი ვეტერინარი. ფლორისტი იყოს. ბარმენი იყო ამ აი შემთხვევაში. ეგრე მიჩივლოს. მოკლედ ასე დაიწყეს მანამდე ასე ვთქვათ პირველი სამუშაო ადგილებით სანამ ამ ადამიანებს გაიცნობდა მთელი მსოფლიო. მადლობა ნინიკო ამ ასე საინტერესო იყო ინფორმაციისთვის და მადლობა ეს ამ დავსახსი, სახალისო ვერ გამოვიცანი, არ ვიცი. სამაგერო დაჭიკო Google-შიც, Tesla-შიც, Amazon-შიც. ამაზონზე ყველგან დავსაქმდი ესე, სადაც მე იქა ჩენთინა, არის ნერვიულობა. ეკად წავალ. აბარა.